მოგესალმებით, მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და ღმერთი ვახსენე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ლაიფი არის და პიჯვარის გადავიწერე ამ ლაივის ჩართვამდე, რომ ღმერთმა მომანიჭოს მოთმინება, მომანიჭოს სიბრძნე და იმის ნებისყოფა, რომ არც ზედმეტი არ მომივიდეს, ან გული არავის ვადგინო. და ძალიან მოზომილად და ლოგიკურად გაქცე ჩემი პასუხი, ბატონო ერმილე. ხო? ერმილე ნებსაძეზეა საუბარი. იმიტომ რომ ბატონო ერმილემ გუშინ გამოასაჯარავა ლაიფი, თუმცა სახელად ქვია პასუხი გაერთიანებიდან წასულებს. იქ ორ პიროვნებაზეა საუბარი და პირველად ჩემით იწყებს ამ საუბარს. და იქ საუბარი იყო მანამდე პარასკევს გასულ ჩემს ვრცელ ინტერვიუზე თეკა გოგავასთან ეთერში. და მოხდა იქ გაუგებრობა კი არა, მოხდა იქ უბრალოდ ასთა სხვაობა, გამოიხატა იქ ქართულად გაერთიანებაში. ჩემი აზრები გახდა აღმოჩნდა მიუღებელი. ამის შემდეგ ახლა მე არ მინდოდა გამომეტანა იქ შიდა საბზარიულოში რა მიმოწერები იყო იქ ჩვენ ჩატში და ამიტომ მე დავტოვე ქართულად დიდი გაერთიანება და მე გამოვედი იმავე საღამოს საგანგებო ლაიფით, გახსოვთ თვალე და გადახედეთ იმ ჩემს ლაიფს, სადაც ძალიან კეთილგანწყობილად, ძალიან მოზომილად, ქრისტიანულად და მშვიდობიანად თქვი, ვაცნობე ხალხს, რომ ხალხო, მე ვტოვებ ქართულთან დიდ გაერთიანებას, რათა ჩემი განსხვავებული, მათგან განსხვავებული აზრების და იდეოლოგიის გამო ამ ორგანიზაციას მე ჩრდილი არ მიადგეს მეთქი. ეს იყო და ეს. არავით არის ბრალდებები, მე არ წამომიყენებია ქართულ ორგანიზაციის დიდი გაერთიანების მიმართ. არავის ნალაპარაკები არ განმიხილავს, ხო მე მგონი, ხო? არავისთვის არაფერი არ დამიბრალებია და დამიდანაშაულებია. მაგრამ ბატონი ერმილე თავის ლაიფში ამბობს, გამოდიხარ და ამბობ, რომ აი თურმე კობა კუპრაშვილმაო ამ კაცმა გადაწყვიტა, თურმე მე გადავწყვიტე საჯარო ფორმატში ლაიფების ჩაწერა და ფეისბუქებში გამოსვლა და ამიტომ თურმე შენ იძულებული იყავი ეს პასუხი გაგეცა. სინამდვილეში ჩემო ძვირფასო ერმილე, მეგობრულად მოგმართავ. ჯერ მარტო ესეთი სახელწოდება პასუხი გაერთიანებიდან წასულებს მე არ მიმაჩნია მართებულად და აგიხსნით რატომ არ არის მართებული და სწორი ტერმინი პასუხი, იმიტომ რომ პასუხი ეცემა ადამიანს, ვინაც შენ მოგმართა. ან ვინაც შენ ამაში დაგანანაშაულა. ან პასუხი შეიძლება გასცე იმ ადამიანს, ვინაც შენ ორგანიზაციას, რომელიც ორგანიზაციაში ვიყავით, რაღაცა გამოუტანა გარეთ, ან ბრალდებები წაუყენა, ან თქვა რომ ესე და ესე იყო. ჩემი მხრიდან ასეთ ქმედებას ადგილი არ ქონია, მე მგონი ყველა დამეთანხმება და შენს მოგიწევს ამას და თანხმება. იმიტომ რომ მე უბრალოდ გავაკეთე განცხადება, ინფორმაცია მივაწოდე საზოგადოებას, რომ ხახნო მე მივდივარ მშვიდობიანად უსურვებ წარმატებას ქართულად გაერთიანებას და თავად ხელი არ შეუშალო და ჩემი სწორი თუ არასწორი და მისაღები თუ მიუღებელი განცხადებების გამო თქვენ პრობლემები არ შეგექმნათ ქართულად გაერთიანებას. ამიტომ აი ამაზე რომ გამოდიხარ და რომ პასუხი გაერთიანებიდან წასულებს, ეს ერთი არასწორია. არასწორია პასუხი. აი პასუხი არის ახლა ის, რასაც მე გცემ. იმიტომ რომ შენ გამხადე მე იძულებული, რომ მთელი ის 20-30 წუთიანი განხილვა, აი მიაქცე ყვადრება ამდენ ხანად ჩვენ გაერთიანებაში ვართ, არც ჩემი გაერთიანებაში გაწევრიანებამდე და არც მის მერე და არც გამავლობაში დღემდე მე არასოდეს არ მიკადრებია შენი არც ერთი ლაიფის განხილვა, შენი არც ერთი ლაიფის გაკრიტიკება და ან ასეთის თქმა. მაქსიმუმი შეიძლება რამეში დაგთანხმებოდი ლაიქით, ან სხვა სახის კომენტარით. საწინააღმდეგო კრიტიკული და სხვა რამე შეიძლება რაღაც არ მომწონებოდა და არ დაგთანხმებოდი, მაგრამ არასოდეს ეს არ გამიხდია არც ერთმანეთს შორის კამათის და არც მით უმეტეს საზოგადოების წინაშე დისკუსიის საგნად. და შენ ეს გააკეთე, შენ გამოდი და შენ ჩაწერე ლაიფი ჩემი ინტერვიუს განხილვის, ასე ვთქვათ, განხილვას მიუძღვენი საკმაოდ ვრცელი დრო. ამიტომ ფაქტიურად იძულებული გამხადე მე კობა კუპრაშვილი, რომ დღეს გამოვიდე და ხალხის წინაშე ხალხმა რო გაიგოს, იმიტომ რომ მე რო ახლა არ გამოსულიყავი, ხალხი იტყოდა რომ აი ესე იგი კობა არასწორია რაღაცეებში და ამიტომ ვერაფერს ვერ ამბობს და ამიტომ არ გაჩვენებული, ხო? კეთილი. ანუ პასუხი კობა კუპრაშვილს ერმილე ნებსაძეს, კობა კუპრაშვილისაგან და არა პირიქით შენი პასუხი. შეიძლება მართალი ყოფილიყავი იმ მომენტში, რომ შეიძლება შენ პასუხს აძლევდი იქ მეორე პიროვნებაზე ქონდა საუბარი, ის იყო ბატონი აზნაურიშვილი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ. პირადად არასოდეს არ შეხვედრი ვარ ამ ადამიანს და არაფერი საერთო არ მაქვს მასთან.
მაგრამ მაშინ ესეც არასწორია, მე თუ მკითხავ ჩემო ძმაო, რომ კობა კუპრაშვილს და აზნაურიშვილს აერთიანებ ერთ ლაივში და ერთ ლაივში საუბრობ ის უბრალოდ დროში მოხდა დამთხვევა რომ აზნაურიშვილმა დატოვა და იყო კონფლიქტი და მე დავტოვე კონფლიქტის გარეშე აზნაურიშვილმა სულ მოღალატეები და ჩანერგილები გიწოდათ და გიძახათ და ამაზე მე კიდე ვიტყვი რა და ამასე შეიძლება მართლა და პასუხი გასაცემი იყო და შეიძლება რომ გაცე პასუხი და უნდა გაცე კიდევაც როცა ადამიანი გიწოდებს ჩანერგილებს და მოღალატეებს უნდა გაცე პასუხი მე ასეთი რამ არ მიკადრებია და არც მსგავსი არაფერი არც შენ მიმართ და არც სხვა წევრთა მიმართ ვინაც არიან ქართულ დიდგართიანებაში ხო ამიტომ ცოტა უხერხული ხომ არ არის ჩვენ ერთ საფეხურზე დაყენება და ერთ ლაივში განხილვა და მე რაც შეხება ერთ საფეხურზე დაყენებას თქვენით მოგახსენებთ იქ გია ბახტაძის კომენტართან დაკავშირებით ეს კომენტარები უნდა ვთქვათ იმიტომ რომ აი უცა შენ ამბობ რომ ესე იგი მიყენე პაკეტ ბრალდებებს მე და მე ჩემი ლაიფის განხილვის მერე კიდე ნიშანსაც მიწერო თუნდაც ეს 0 და 0-ზე მინუსიც ყოფილა. ნუ კაი შენინება რთვა, შენინება არის რომ ჩემს ლაივს რაღაც შეფასება მიცე, მაგრამ ნუ ასევე მე მიადგები ხალხს, ვინაც რაღაც კომენტარებს წერს ჩემს ლაივებს და ყოფილა თურმე ეს ხალხი უწოდებ მათ ბიოლოგიურ ნაგავს. ხალხს, ვინაც შეიძლება უბრალოდ არ ეთანხმებოდეს შენსას და ეთანხმებოდეს ჩემას. მე ესეთი რამ არ მიკადრებია იმ ხალხის მიმართ, ვინაც შენ ასე ეთანხმება, ვიდრე ჩემას არ ეთანხმება, ხო? შენ კომენტარებში რო წერდნენ რაღაცებს აი ამ ვიდეოს ქვეშ, ჩემთან მიმართებაში. მათ შორის ვიღაცა კომენტატორი მოდებაძეს და მის ბოდუებს უახსენებს მოდებაძე რომელიც არ არის რეალური პიროვნება რომელიც არის ტროლი რომელიც რეალური სახე და ვინაობა არავინ არ იცის და რომელი კაცებს თუ ქალზეს რა ვიცი მე რომელიც საერთოდ პასუხის კაცების გითაც არის ისაც დაწერს თავის ფეიქ ვერდებზე ანუ კაი დავანებოთ თავი მოდებაძეს არაფერ შუაში არა ახლა ამ საქმესთან უბრალოდ ვიღაცები რო წერენ კომენტარს რა ახლა გამოვეკიდო და დაუწყებათაც გინება მე იმის გამო რომ ჩემს გასაშავებლად ვიღაც აფერისტებს და სუკის და სუსის აგენტებს იყენებენ და მათ მონაჩმახს ავრცელებენ შენს კომენტარებში შემოეცა. მაგრამ კაი ახლა შენ ამას პასუხისმგებელი არ ხარ ვინაც დაგიძებს კომენტარში რა ახლა შენ პასუხისმგებელი ხარ იმაზე რასაც შენ იტყვი ჩემთან მომართ და რასაც შენ დაწერე იმ ჩატში რომელიც იყო ქართული დიდგართიანების ჩატი რომელიც არსებობს და რომელშიც მე ვიყავი გაწევრიანებული ისე როგორც შენ. და ახლა მოდი დავიწყოთ ამისი განხილვა შენ ხო თქვი შენ ლაივში რომ მე უბრალოდ კითხვა დავსვიო კაცო რომ არავის თქვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია თუ ბატონო კობალ ხო ესე უთხარი ხალხს ხო? განვიხილოთ ახლა კითხვის დასვის ფორმა და შეურაცხყოფის ყოფნა თუ არ ყოფნა აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ერმილე ურთიერთობები იწყება ურთიერთ პატივისცემით შემოძმაო, ყველაფერს თავი დავანებოთ იქ. აზრები, დისკუსიები, ვინ რამეში მცდარია, ვინ რამეში მართალია უფრო, ვის რაღაცა არასწორად აქვს გაგებული, განალიზებული, ეს არის სადისკუსიო თემა. შეუმცდარი არავინა არც მე და არც შენ ძმაო მაგრამ ურთიერთობები და თუნდაც ორგანიზაციის წევრების ერთმანეთს შორის ურთიერთობები იწყება ურთიერთ პატივისცემით და მთავრდება იქ სადაც ეს პატივისცემა მთავრდება და პირადულზე გადადის ყველაფერი და ღირსებას ეხება საქმე ამიტომ მე იძულებული ვარ წავიკითხო ის მონაწერები რომელიც დადეს შენ იმ ჩატში, სადაც ვიყავთ ქართული დიდგართიანება, იმიტომ რომ შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, არასწორი ლაპარაკიდან გამომდინარე, ახლა მიმის კაცი არა ვარ, რომ დახურული ჩატიდან სკრინშოტები გავასაჯარო, მაგრამ თქმით ვიტყვი. და თუ ტყუილი არის, მაგის შემითხარი და თუ ტყუილი არის და თუ კი არა ვარ მართალი, აი მე მომიწევს აი ამ სკრინშოტის დადება. იმიტომ რომ უკვე ფაქტებზე უნდა წავიდეს საქმე, როცა ხალხთან, ხალხის წინაშე ჩემი გაშავება მიმდინარეობს. ანუ თქვენ ბატონო ერმილე აზიარებთ ხო ესე იგი ვიდეოს ჩატში ვიდეო რომელიც დებს და იდო როგორც მე ვნახე მოგვიანებით თეკლა გოგავას გვერდზე შემოკლებული სახით იმ ლაიფის ვიდეო რომელიც გაგრძელდა საათი და 40 წუთზე მეტი ამ თითქმის 2 საათიანი ინტერვიუ მივეცი წინადღით გაბატონ თეკლა გოგავას აი ამ ინტერვიუდან ბოლო ნაწილი, ანუ 1 საათი და 21 წუთზე იწყება ის ამონაჭრე, ანუ ბოლო ნაწილი ამოჭრილი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ჯერ ერთი ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. და არასრული კონტექსტი. ახლა თეკლა გოგავას საკითხავდა კიდე რომ ჩემნება უკითხავად და დაუკითხავად არ შეიძლება ასე ცალკე ამოჭრა რაღაც ჩემი ვრცელი ინტერვიუს ერთი ნაწილის და ჩემ უკითხავად ცალკე დადება მიუხედავად იმისა თუ მას წინა წამძღვარი ანუ შესავალი ძალიან საკმაოდ დიდი ნაწილი საათ და 15 წუთიდან იწყება იმ თემაზე საუბარი რომელზეც მე ვისაუბრე რომელიც მე თქვენ დადეთ ხო და ის თავიდან რაზე ვისაუბრე ის არავის არ გაუგონია არც თქვენ მათ შორის ხო თორე მაგ ეკითხებთ რა თქვენ თუ
მოიცალეთ რომ თლიანად გენახათ ჩემი ლაივი, ჩემი ინტერვიუ, რომელიც ჩემ გვერდზე მე დავდე და თეკლა გოგავასაც ედო ვრცელი ვერსია, მაგრამ მან დადო ცალკე კიდე შემოკლებული ვერსია. აი ვრცელი ვერსია, რომელიც კუბაკუბაში დადო თავის გვერდზე. რომელიმე თუ წაიგეთოთ კი თუ მოусმინეთ თავიდან ბოლომდე ან თქვენ ან დანარჩენმა წევრებმა სანამ იქ ვერდიქტს გამომიტანდით იმ ჩატში. არ ამგონია, ხო? როგორც თქვენ თქვით, ვიღაცამ შემოგიგდოთ აი ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო, ბოლო წუთებზე რაღაც ბოლო 20 წუთის საუბარი დასკვნა და მანამდე რა ვილაპარაკი იმას. რა თქმა უნდა, არავინ არ განახებდა თქვენ თუ არ ნახავდით და ჯერ გეკითხათ ნორმალურად და მე მიგეთითებდით და გაცნობოდით თავიდან ბოლომდე და მე გამოგეტანათ დასკვნები, ხო ალბათ პრომართებული იქნებოდა. ანუ ზოგადად არამართებულად მიმაჩნია კონტექსტიდან ამოგლეჯილი და შემოკლებული და რაღაც ბოლო გარკვეული ნაწილების გამოჭენება, დადება და მე იქიდან დასკვნების გამოტანა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ხო? რაც იქ ვისაუბრე, იმაზეც პასუხისგებელი ვარ. და იმაზეც ყველაფერზე თანახმავარ და კიდევ ერთხელ მაგაზე არ აქვს პრობლემა რომ ვიდაოთ და ვიდისკუსიოთ. თქვენ თქვით მე თქვენ ლაივში რომ მეო მზადავარო თქვენთან სადისკუსიო თუ კი თქვენი ნება არისო, მაგრამ მე უცებ გადათქვის რომ მაგრამ პრინციპში სალაპარაკოც არაფერი მაქვს, იმიტომ რომ თუ მაგიდიოებზე ხარ და თუ მასე ფიქრობ, მაშინ არ მაქვს და სალაპარაკო. ბატონო ერმილე, დისკუსია იმართება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანებს გააჩნიათ რაღაც განსხვავებული აზრები. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო რომ იმ ლაივში თავიდან მომდრო რომ უყუროთ. 1 საათზე და 40 წუთზე მეტი რო არის. 80% საკითხებსაც განვიხილე, მე თქვენს იგივე რაღაც ამდენიმე საათში გისაუბრიათ, ნახე სხვა ლაივი, ხო? იგივე თემებზე იქ იყო. ის შემოგდებული თემა მონარქიის და კონსტიტუციური მონარქიის. ფაქტიურად თანხმედრო გვაქვს მსჯელობებში და იდეებში. ერთი რაღაცა არ მოგეწონათ, თქვენი ნება, ხო? მაგრამ აი ახლა დაუბრუნდეთ იმას, რომ აი ამ შემოკლებულ ვიდეოს, რომ დებთ თქვენ ამ ვიდეოს გააზიარეთ ქართულთა დიდი გაერთიანების ჩატში და წერთ ზემოთ აწერია თქვენი სიტყვები. ერმილე ნემსაძე წერს ციტატა: ეს კაცი თუ ფიქრობდა, ეს კაცი ასე თუ ფიქრობდა ზვიადზე, მერაბზე და გადატრიალებაზე და მის შედეგებზე, ჩვენთან რა ქონდა საერთო? ახლა ზვიადზე და გადატრიალებაზე რას ფიქრობდი მე? ხალხმა ცოტა სხვაზე გამოიტანა, თქვენ სხვაზე გამოიტანეთ. მაგას შეიძლება კიდე საკი ვიმშოვოთ, მაგაში რომ მოგვიანებით კიდე, ხო? და თქვენ რატო გამოიტანეთ, მაგაც ცოტა გაურკვეველი არის. ახლა ამაზე მოგვიანებით. მაგრამ როგორც მე თქვი, ურთიერთობა და ადამიანობა იწყება ელემენტარული პატივისცემიდან, ზრდილობიდან და მიმართვების ფორმებიდან. როდესაც თქვენ იწყებთ მიმართვას ჩატში, სადაც თქვენ სახართ და მეც ვარ და ბევრი სხვა ჩვენი ორგანიზაციის წევრები. და ეს მიმართვა იწყება სიტყვებით ეს კაცი. ანუ მესამე პირში. ეს რა მომართვა არის? აი თქვენთვის რომ ასე მოემართათ მოგეწონებოდათ და არ მიიღებდით იმას შეუნაწყობელად? ეს კაცი თუ ასე ფიქრობდა. ეს რა მომართვა არის ბატონო ერმილე? ერთი ორგანიზაციის წევრები ვარ თუ ვიყავით, ხო, გუშინდელი და გუშინწლედელი. ანუ არ შეიძლება და ცალკე ჩემთვის მოგეწერათ პირადში რომ კობა ბატონო კობა სახელი მქვია მე, ხო? ეს კაცი კი არა. ეს კაცი თუ ვიყავი, რატომ მიმიწვეს თავის ოზზე? საერთოდ ქართულ და დიდ გაერთიანებაში. კეთილი. ახლა ამეთ ყველაზე რა გამოგიგდები კიდე, მაგრამ არასწორი არაკორექტული ფორმა არის და ძალიან გვჩვევია სამწუხაროდ შენ და უნდა გითხრა ხალხის გასაგონად რომ ეს არ არის სწორი ითუმეტეს ორგანიზაციის თანაწევრის მიმართ ასეთი მიმართ როცა ამას ხვები კითხულობენ. იმ ჩატში ძალიან ბევრი ხალხი იყო. შემდეგი შენი კომენტარი არის ან ეს ზაღლმადიდებელი ვინა საუბარი არის ქალბატონ თეკლა გოგავაზე. ნუ იქიდან გამომდინარე რომ იმ ვაუხსნა ხალხისთვის რა სიტუაცია იქ რა ხდებოდა თქვენთვისაც მეტყვი თქვენო თავიდან გეყურებინათ იმ ინტერვიუს თავიდან არავით არის ზაღლი ლაივში და ინტერვიუში არ იყო. არამედ ვაძლევდი ჩვეულებრივ ინტერვიუს თეკლა გოგავს, რომელსაც ვაძლევ ყოველ კვირას, ყოველ პარასკევს. და 1 საათსა და 15 წუთიდან რაღაცა თუ 10 წუთიდან, ხო, ის ზაღლმა ვეღარ მოითმინა და შემოახდა თეკლას. უცდი და ამდენი ხანი, ხო, საათზე მეტი ვილაპარაკეთ და საათ ნახევარზე. შემოახდა ზაღლი კალთაში და როდესაც აი ეს ამოჭრილი ვიდეო დაიდო, ხო, ისე ჩანს რომ ვითომ ეწყება ვიდეო არა და ისე არ იწყება. როგორ შეიძლება რომ ვიდეო ეწყება სიტყვით ანუ ესე იგი ასე ვიწყებ მე ანუ და მე დასკვნას ვაკეთებ. ხო, ანუ იმანამდე რაღაცა ხო უნდა მეთქვა. ჯერ ამას ხო უნდა მივხვდე რომ იმ ანამდე რაღაცა ალბათ იყო, რამდენ ათქვამი, ხო და ძალიან საკმაოდ ვრცელი ტექსტიც, ხო? ახლა ამით ახლა თავს კი არ მიმართებ გასწრებსა რომ გაიგოს ხალხმა რა, ამიტომ რომ ზაღლმადიდებელი არის ტერმინი, რომელიც შენ არაერთხელ გამოგიყენებია იმ ხალხის მიმართ,
ვინაც ძაღლების უფლებებს იცავს და უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ადამიანების უფლებებს, ხო? ესე არის, ხო თუ არ ეშლება. მაგრამ აი ამ ჩატში წერ, რომელშიც თეკლაგოგავა არ არის და ვერ გიპასუხებს, ხო? აყენებს შეურაცხყოფას ამ ადამიანს. ან ეს ზაღლმადიდებელი, ვინა 0% ლიბერალი რომ დაუწერია, უკვე ეროვნულია აკითხვის ნიშანი. ამაზე მე გიპასუხე მე. არ ვიცი, წაიკითხე თუ არა ჩემ ჩატიდან გამოსვლაზე. მე გიპასუხე რომ ერმილე ეს არის ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ, ვენდობი და ვაძლევ ინტერვიუს. და გთხოვ მისი შეურაცხყოფელი ეპითეტებისგან, მოხსენიებისგან თავი შეიკავეთ. გაიგოს ხალხმაც, იმიტომ რომ მე როცა ადამიანი არ იმყოფება სივრცეში ან ვირტუალურ სივრცეში და იმ ადამიანს თვითონაც ჩემს ნაცნობს, თუნდაც ჩემს მეგობარს, ვისაც მე ინტერვიუებს ვაძლევ, ვინმე აყენებს შეურაცხყოფას ასეთი ეპითეტით, როგორიცაა ძაღლმადიდებელი, ჩემი ვალია, ვაშკაცური ვალია, რომ პასუხი გავცე და გაგეცი პასუხი მაგაზე და ახლაც ხსენ პასუხს. არ არის ძმაო მართალი ესეთი მიმართვა ხალხისადმი, ვისაც შენ არ იცნობ. და ჩემი რჩევა მეგობრული რომ იქნებ ცოტა მოზომბო და ერთი მადლობა რომ მე არ გმაგინე იმ ინტერვიუში, მაგრამ ბევრმა მე მისაყვედურა რომ თქვენ ორგანიზაციის წევრები ძალიან ბევრს კატრულობენ და ყველაფერი იწყება ზრდილობიდან და არაბილ სიტყვაობიდან რა. ხო და ხა ჭკუის სწავლებას არ დაგიწყე მე შენ, მაგრამ შენ რო დამიწყე ჭკუის სწავლება, მე ჩემი სათქმელი უნდა გითხრა. ახლა რა ხდება ამ ჩატში, ხალხმა რო გაიგოს კიდევ, სადა როცა საქმე მივიდა იმაზე, არავის ყოფასთვის არავის შეურაცხყოფა არ მოუყენებია კაცო იქა. და მას გული მოვიდა და დაკრაფხე და წავიდა თურმე, ხო? ქვემოთ მე კითხულობ, მე ცოტა მოგვიანებით წავიკითხე რომ მემლეს ესეთი რაღაცა დაუწერია. კაი, შენ ესეთი რაღაცა დაწერე. შენ ამაზე გიპასუხე. და სხვადასხვა კიდე გიპასუხე რომ ბატონო ერმილე და ამასაც წავიკითხავ ხალხს მე და შენ აგიპასუხე რომ იცოდე და ჩვენი მოწერა რა. ბატონო ერმილე, ქართულთა დიდი გაერთიანება, თუ დიდი გაერთიანება ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული აზრების მქონე პიროვნებათა გაერთიანებად მესახება. ნუ ასე მესახებოდა როცა შემოვდიოდი. და თუ ეს ასე არ არის, მართლა არაფერი მესაქმება აქ. და ამ გამოსვლაში რა იყო შენთვის მიუღებელი, ჩემ გამოსვლაზეა საუბარი, კაციც იყო საუბარი. თუ ყველაფერი სწორად უშეცდომოდ და უალტერნატივოდ გაკეთდა, მაშინ საუბარი არის ეროვნულ ხელისუფლებაზე. 90-90 წლის ხელისუფლებაზე საუბარი. მაშინ აქ ახლა რატომ ვართ ამ დღეში მთელი ერი, რა დღეშიც ვართ და ნახევარი ერი იძულებით ემიგრაციაში რატომ არის. როგორც თქვენ ბატონო ერმილე, ასე მე რატომ ვართ ასეთ დღეში და იძულებით ემიგრაციაში, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა იმ პერიოდში და არანაირი შეცდომა არ დავშვებული. ეგ მე შეცდომებზე მქონდა საუბარი, არანაირი ბრალეულობებზე, არავისთვის ბრალი არ წამიყენებია მithუდეს ვიალისტვის და თავიდან როგორც თქვენ არ ნახეთ იმ ნაწილში, პირიქით ვამბობ რომ ჩემზე მეტი ვიალისტი არავინ არ იყო მეთქი იმ პერიოდში. მაგრამ ახლა ამ დისკუსიაში მე არ შემოვალ, თუ გინდათ ცალკეული საკითხები იქ. თუნდაც იმ საკითხზე, იმ სიტყვაზე, რასაც გამომეკიდეთ, რომ აი როგორ შეიძლებოდა თურმე სამოქალაქო ომის ხსენება, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, იმიტომ რომ ვინაც მოусმინა იმ ინტერვიუს, არა მარტო თავიდან რომ თუნდაც იმ ამოჭრილ ნაწილს, თუნდაც იმ ამოჭრილ შემოკლებულ ნაწილს. იქაც კი რამდენჯერმე ვახსენე პუჩისტები და რამდენჯერმე ვახსენე რომ პუჩისტებმა გაიმარჯვეს სამოქალაქო ომში ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ ხალხი დამომარცხდით. ანუ მეგონი გასაგები იყო ჩემი დამოკიდებულება პუჩის მიმართ, პუჩისტების მიმართ და ზოგადად აი ამ ბანდიტების მიმართ, რომელიც ასე ვახსენე ზუსტად პუჩისტები და ბანდიტები. ხო? თუ არა და გადახედეთ კიდევ ერთხელ გადახედეთ ბატონო, მთელი ინტერვიუს მოусმინეთ, იქნებ სხვა და უფრო ადეკვატური აზრი გამოიტანოთ და მოსმენიდან სწორი დასკვნები გააკეთოთ, იმიტომ რომ რაღაცა გაუცებული ვარ თქვენ რადოსტები. თქვენ ამ ჩემი ნალაპარაკებიდან თქვენ გაიგეთ და ქართული გაერთიანება გაიგო რომ თურმე მე პუჩისტებს ვამართლებ რამე სახით? თუ მე იმაზე მქონდა საუბარი, ჩვენი მხრიდან არ შეცდომები დავუშვით რომ აქამდე არ უნდა მისულიყო და ამისი პრევენცია როგორ უნდა მოხდარიყო, ეს შეკითხვა დავსვი? მაგრამ ამაზე ხო შეიძლება ცალკე ვიდაოთ, კაცო. შეიძლება მართლა რაღაცა შევცდი მე ჩემ ნალაპარაკებში. იმაში არ შემსთავრა მე დავდე დღეს ვრცელი განმარტება, რას ნიშნავს პუჩი და რას ნიშნავს სამოქალაქო გაატრიალება. და ის რომ ორივე იყო, ორივეს ჰქონდა ადგილი, პუჩი არის სამხედრო გაატრიალება, რომელიც მოხდა იქ დეკემბერ-იანვრის თვეებში და სამოქალაქო ომი არის ის მერე რაც მოყვა ამ პუჩს და გაგრძელდა, როცა პუჩისტები მერე ომებოდნენ, მათ შორის დასავლეთ საქართველოში ეს პროცესი 93 წლამდე გაგრძელდა. და ასე რომ ქართულ ისტორიოგრაფიაშიც და პოლიტოლოგიაშიც მიღებულია ორივე ცნება, ერთმანეთს არ ეწინააღმდება, პირიქით ავსებს ერთმანეთს, როგორც პუჩი, როგორც საწყისი ეტაპი სამხედრო გაატრიალებს და არა მარტო სამხედრო, სხვა შორის იქ მარტო სამხედროები არ იყვნენ. იქ იყო
გვარდია, მაგრამ იყო ასევე მოქალაქეებიც, ვინაც ხელში აიღოს იარაღი, ხო, გარკვეული ძველი ელიტების წარმომადგენლები. ამიტომ იქვე შეიძლება უკვე სამოქალაქო ომზე იყოს საუბარი, მსახიობებს ჰქონდათ კალაშნიკოვები გადაკიდებული და ესწროდნენ იქ მთავრობის სასახლეს და პარლამენტს, ხო? მაგრამ არა უგვიანეს იმ დღიდან, როდესაც ზვიადი ჩამოაგდეს აი ამ პუჩისტებმა და გააქციეს ქვეყნიდან, ამის მერე სამოქალაქო ომი გრძელდებოდა, სამოქალაქო ომის სახზე მეორე ფაზა, ხო? ეს განგიმარტეთ არამარტო თქვენ ამეთ ხალხს, რო გაიგონ, ხო, თქვენი ჭკუის სასწავლებელი მე არავისი არ მჭირს და თქვენი ლექციების საკითხავი არ მჭირს მე რა არის პუჩი და რა არის სამხედრო გაატრიელება და რა არის სამოქალაქო ომი. და ვისაც გაინტერესებთ, შედით ჩემს გვერდზე Facebook-ზე, ნახეთ ის ვრცელი სტატია ამ ტერმინთან დაკავშირებით. მაგრამ ტერმინებზე კი არ არის კაცო აქ საქმე. თქვენ ტერმინის გამოიყიდეთ და ტერმინი მოვიდეთ საბაბად, თუ თქვენ სხვა რაღაცამ შეგაწუხათ იქ და სხვა რაღაცა მოხდათ გულზე. და ამაში ჩაიხედეთ თქვენ თავში და აღიარეთ ეს რა იყო რეალობაში. აი მე რაზეც ისაუბრეთ, ხო იქ რა ქვია. ზვიადის და თუნდაც მერაბი კოსტავას და მათ მიმართ ჩემი მიმოხილვა რაში მდგომარეობდა მაგას რომ მოგვიანებით. მაგრამ ახლა აზია საუბარი, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ჩემთვის თქვენთვის ჩემი მოსაზრებები იყო მიუღებელი იყოს. შეიძლება იყოს მათ შორის მცდარი ჩემი მოსაზრებები, არა მაქვს მაგაზე პრეტენზია. თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ თქვენ ხართ ყოველთვის მართლე. ესა მე არასდროს აქ უნდა მაგას პრეტენზია. შეიძლება მე ვწდებოდი რაღაცეებში, მაგრამ ამას უნდა ფორმა და მიდგომა. თქვენ ხომ მომართეთ აი ამ ფორმით რომ აი ეს კაციო, ყობაკურაშვილი თქვენ კი არაო და შენ კი არა და შენ რატო ამას დაგვიხსენი. ეს კაცი თუ ასე ფიქრობდა და მე ბატონი გია ბახტაძე იქვე ხვევით წერს შემდეგ სახის კომენტარს, ყველას დასანახად იმ ჩატში და მათ შორის მეც ჩატში ვარ. ახლა რო გაიგოს უბრალოდ რა წეს მე გია ბახტაძე. ერთი აზნაური ციტატა. გია ბახტაძის ციტატა. ერთი აზნაური შვილი იყო და მეორე ეს კუპრაშვილი დაემატა. ფორმას მიაქცევთ ყובה ეს კუპრაშვილი, ანუ სახელი არა აქვს კუპრაშვილს, ხო? და თქვენი წევრი არა ვარ და იქ არ ვკითხულობ ამ ჩატს. ჯერ პასუხის გაცემამდე უკვე ბატონმა გია ბახტაძემ უკვე თავისი ვერდიქტი გამოიტანა და ნახეთ ახლა რა ვერდიქტი. მეორე ეს კუპრაშვილი დაემატა იმ აზნაურიშვილსო. ორივე ქართულ დიდ გაერთიანების სათათბიროების წევრები იყვნენ. ეს არასწორია კი არ იყვნენ იმ მომენტში ვარ კიდევაც. აი როცა ეს იწერებოდა, იყვნენ არასწორი ფორმულირება, იმიტომ რომ ვარ ამ მომენტში როცა ეს იწერებოდა, ვკითხულობ ქართულ დიდ გაერთიანების წევრი და ასეთ რაღაცას ვკითხულობ, შეძლო რომ იყვნენ. ანუ უკვე გამრიცხა უკვე ამ თავის სადით გია ბახტაძეც რომ არც ხვებს არ დაეკითხა, არც პასუხი ჩემს პასუხს არ დაელოდა. ხო წეს რომ ესენი ორივე იყვნენ სათათბიროს წევრებიო. აი ნახეთ მე რა წერს და შენ წაკითხული გაქვს ხო ბატონო ერმილე ხო? ამ კუპრაშვილს აზნაური შვილი 10ჯერ ჯობია და თუ ეს კაცი ზვიადზე, მედაბზე და ეროვნულ მოძრაობაზე ასე ფიქრობდა, მაშინ თავიდანვე ჩვენთან რა ესაქმებოდა. წერს ამას ბატონი გია ბახტაძე და თქვენ ეთანხმებით, იმიტომ რომ არავის ჩემს კომენტარზე ერთმა მომმა დადო გული იქ ჩატში, ანუ ესე იგი ჩემი აზრით ვიღაცებს მოეწონა ერთ-ორ პიროვნებას თუ სამს, მაგრამ უმრავლესობა იქ და მათ შორის ბატონი დავით ჭაბუკაშვილი იყო მეორე მხარეს, რომელსაც ვერ გაიგეს ადეკვატურად, ვითომ ვერ გაიგეთ ჩემი ნალაპარაკები იქ და ვითომ მე პუჩი გამემართლებია, უკვე პუჩიდებში ჩამწერეთ ფაქტიურად მე თავიდან რა თქვა, ჩემზე მეტი ზვიადისტი არავინ არ იყავით მეთქი ის რა ქვია მას 90-იან წლებში, სამი საქართველოსთან წავიდოდი. და მე რო საქართველოსთან წავედი მაგის გამო რომ ზვიადისტობის გამო ბულინგებოდი და გასავალი და ქუთაისში ყველა მის ქუთაისში 90-იან წლებში ყობაკუპრაშვილი, ვინ იყო და რა იყო და რა იდეოლოგიის იყო და სად იყო მისული. და როგორ იდევნებოდა ამის გამო. და მე რომ ქვეყნიდან წავედი დავტოვე შენ ზიადრეს ხოდა შორის ძალიან დიდი და თუ არა მე არ ვიცი შენა გაჩერებდა 2000-იანი წლების საქართველოში მე ვერ გავჩერდი და შენა გაჩერებდა ესეთი არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში თან მუშაობდი მაგათ ორგანოებში ხო მე ვერ ვიმუშაობდი ძმა მაგრამ ეს შენი საკითხი არის რა მაგრამ მე ხო ამას გეუბნები ახლა გამიგე მე რომ წავედი მაშინ საქართველოსთან იმ პერიოდში ვინაც შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის სით პარლამენტის წევრი გახდა ბატონი დემურ გიოხელიძე ის იყო მისაღები თქვენთვის და ის არ იყო მოღალატე და ის არ იყო პუჩისტი და თუნდაც მასთან გაერთიანება შეიძლება და ყობაკუპრაშვილმა ახლა რაღაცა კრიტიკული ანალიზი რო შეთავაზა საზოგადოებას რომელიც თქვენ დოგმატურ აზროვნებას არ დაემთხვა ბოლომდე აი ეს გახდა თქვენთვის მიუღებელი ეს გახდა სექტანტობა რა ჩემი მათ ვითომ რაღაცა უკვე ესე იგი შევეხეთ წმინდა და წმინდას ხო იმის თქვა კიდევ ხო რომ ესე იგი რაღაც ტაბუიზირებული თემები არსებობს ესე იგი და ეს ყოფილა მკარეხელობა რომ მე როგორ თქვი რომ ჩემი აზრით შეცდომები დაუშვეს იქ შეცდომები დაუშვა ჩვენმა ერმას და ბერმას და მთავრობამაც და ხალხმაც მე ხალხს ეხოდა ჯერ საუბარი თუ კარგად მოусმენდით გამგებმა გაიგო მე უპირველეს ყოვლისა საუბარი ქონდა ჩვენ ამ პარტავნებაზე იმ ამ პარტავნებაზე რომლითაც გულში მჯიღისცემით და ჯოშ-ჯოშ ზახილით მაშინ
ვიძახოდით რომ ჩვენ არავინ არ გვინდა და ყველაზე მაგრები ვართ და სიმღერები იმღერებოდა რომ ჩუქჩა, რუსი, ბელარუსი და ასე და ესე და გეგეუსი თათარი თუ ალბანელი, ლეკი, აზერბაიჯანელი ქართველებთან ვინაა? გავაგზავნოთ, ხო? ამ ცხოვრების ბატონები და დიდი ქალ ბატონები ყველა ქართველებია და მე ჩამონათვალი, ხო? და აი ამ იდეოლოგიით რომ დავიწყეთ მეთქი, ეს იყო მეთქი ამ პარტავნება და ამან არ მოვიდა გაშედეგი. ესაა ჩემი მოსაზრება. შეიძლება ამაზე ვიდაოთ. თქვენ თვით რომ აღარ თვით საჭირო ჩემთან დავოსდა მას რა ქვია დისკუსიას. ამიტომ ახლა აქ გეტყვით ჩემს მოსაზრებებს და თქვენ ჩაიწერეთ და თუ მაინც მოგესურვება ჩემთან დისკუსია, მე მზადა ვარ ყოველ დროს და ყოველ წამს აგერ არის ბატონო ლაიფი და აგერ არის Facebook-ი და სხვა თუ გინდათ YouTube-ი, მე არა ვარ მას პიროვნება რომ ვინმეზე გავიბუტო და იმას თქვა რომ არა მე იმას არ დაველაპარაკე, იმიტომ რომ იმას გასხვებული აზრი აქვს. დაველაპარაკე, იმიტომ რომ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება და არა სხვის გულს უკან ლაპარაკში. ახლა თემურ გეუხელძე რატო ახსენე იცი? თქვენ რომ მე თქვი თქვენ ლაივში რა შენ თქვი შენ ლაივში რომ შენო თუმეო თემურ გეუხელძის ხათრით მოსუხარო ქართულთა დიდ გაერთიანებაში. ბიჭო, თემურ გეუხელძის ხათრით კი არ მოვედი კაცო. და არავის ხათრით არ მოსულვარ მე. და მე ვიღაცეებმა თქვეს კიდე რომ ჩვენთან მაშინ რა გინდოდაო. რა მინდოდა? მე კი არ მოვედი თქვენთან და კი არავისთვის არ მithხოვე და არ შემიხვეწია რომ თქვენი ჭირიმე მიმიღეთ და გამაერთიანეთ თქვენ გაერთიანებაში მეთქი. ჩემთან მოვიდნენ და მე მთხოვეს. მე დამიკავშირდა ბატონი ჭაბუკაშვილი და შემომთავაზა მთხოვა რომ თქვენ გაქვთ ხალხში სახელი, გაქვთ პრესტიჟი, გაქვთ ხალხი თქვენ გისმენთ და გეტყობათო ხართ მამულიშვილი და პატრიოტი და შემოთავაზა თვითონ გავხდარიყავი ქართული გაერთიანების საბჭოს წევრი. რადგან მე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არც ჩემი მხრიდან არ ყოფილა წამოყენებული და არც მეუღლე მხრიდან წინაპირობები. მე არ მომითხოვია რომ კაი მე დაგთანხმდები ოღონ მაშინ ეს და ეს და ეს მე არა, ხო ამას არ ვიკადრებ, ხო? მე ჩემი ადალი გულით და სწორედ იმის გამო რომ ვაფასებდი იმ ხალხს, შენი ჩათვლით, მაგდაშვილი დღემდე გაფასებ და არა პრობლემა ხა საუბრის მიუხედავად კიდე პატივს გცემ, მაგრამ რაც შეგეშალა ჩემთან იმას გეუბნები რომ გაიგო გასაგება და ქრისტიანულად შემოძმავ, თორე საჭმელად კი არ გეუბნები. და საანძღავ სიტყვებს კი არ ვიყენებ. კარგად მომისმენ რას გეუბნები. აი სწორედ პატივს რო გცემ და პატივს რო გცემდით, ხო? რა რო გენდეთ, მაგიტომ მოვედი ქართულ დიდ გაერთიანებაში. როცა მოვედი, სანამ მოვიდოდი, ხო, მე ბლოგერობად შენზე არ მქონდა დაწყებული და ხალხმა ჩემი ლექციები და ყველაფერი იცოდა, ჩემი მთელი იდეოლოგია და არაერთხელ მქონია ეს გულის ტკივილი რომ რაღაც შეცდომები მოხდა მაშინ ჩვენი მხრიდან, ზვიადის და მათი მომხრეების მხრიდან მეთქი. და ამის ჩაძიება და გამოძიება საჭირო მეთქი ეს 1000-ჯერ გამიცხადებია, მე. და პატრიარქის მომენტიც კიდე მიხსენებია, მე რომ ხوارჯობდა პატრიარქის მოგესმინა მეთქი იმ პერიოდში. როცა პატრიარქმა შეეცადა რომ ახალგაზრდების სისხლის დაღვრა აეცლებინა ქვეყანას თავიდან მეთქი. ეს რა ჩემი მოსაზრება ხო შეიძლება მცდარი იყოს, მოსაზრება ვიდაოთ ამ მოსაზრებაზე ხა იმის გამო რომ ვიღაცამ სხვამაც გამოსთქვა მსგავსი მოსაზრება როგორც მე მაგ ამ საკითხთან დაკავშირებით, ანიშნავს რომ მე იმათ უფრო უჯერებ და იმათ გაერთიანებაში უფრო წავიდე, იმიტომ რომ იმათთან შეიძლება 10 იმდენი სხვაობა მქონდეს და მაგ კიდევაც განსხვავებული შეხვედრები და ამიტომ სხვასთან გავერთიანდით თქვენთან, იმიტომ რომ 90% კვეთა და თანხმობა იყო ჩვენ შორის იდეოლოგიურ დონეზე. მათ შორის არაფერთან აი ლაივს თუ მოусმენთ კიდე სხვებზე უგნები ხალხზე და ბატონი ερμილე თუ მოусმენთ თავიდან მომდა ძალიან კაი იქნება მისთვის და სხვებისთვისაც სანამ მაგ ნაწილი დაიწყებოდა მანამდე მე ნათქვა მიმართა გავაიასნე რომ აი იურიდიული კუთხით მეთქი ჩვენი მთავრობა და ეროვნული ხელისუფლება და ზვიადი და მისი მომხრეები 100%-ით მართლები ვარ და მართლები არიან იურიდიული კუთხით ბაზარი არ არის. მე მქონდა მე გადასული მეორე მხარეზე, მეორე ასპექტზე, სულიერ ასპექტზე მქონდა საუბარი და ამ პარტავნების ცოდვაზე, რომელიც სამწუხაროდ გვახასიათო არა, ვერ ხედავ ქართულები რა დღეში არიან, შეითუნა თქვი რომ ერთმანეთზე გადატერებულები არიან და არიან მარტო ესე იგი მთელი ქვეყანა. შენ თქვი ახლა მშობლულაში კონფლიქტურად არის ქცეული ქვეყანა, გადაკიდებული ერთმანეთზე, კი ძმაო, მოდი ვარ გეთაფები მაგაში 100%-იან. მაგრამ აი შენ ასეთ ლაივებს წერთ ჩემ დამიმართებაში. გადამტერებული და გადაკიდებული იქნება მე ხალხი და კონფლიქტი იქნება, რა იქნება ძმაო? მე თუ თქვენი გაერთიანების წევრი ვერ მიგუეთ და აი ასეთი ეპითეტებით მომართეთ, ასეთი მომართვებით, იმის გამო რომ სადღაც ინტერვიუში, ჩემ პირად ინტერვიუში, რომელიც არავითარ კავშირში არ იყო ქართული გაერთიანებასთან და არ მქონდა მე ქართული გაერთიანების სახელით იქ გამოსული პრეტენზია. რაღაცა თქვენ გაიგონოთ, რაც თქვენ იდეებს და აზრებს არ დაემთხვა 100% და აი ამის გამო ეს გახდა საბაბი ყველაფერი ამისი, ხო? რაც იქ დაიწერა ჩატში და რაც მოხდა ამის მერე. ამაც მიიყვანა საქმე ჩემს აი ამ ორგანიზაციიდან წამოსვლამდე. რაც შეეხება ორგანიზაციას, მე იმიტომ გავწერდივანდი, რომ ჩემთვის მე ასე მესახებოდა, რომ ეს იყო არა პოლიტიკური პარტია, მაგრამ მაშინ თუ პოლიტიკური პარტია არის, მე არცერთი არ გავწევდები და არ გავწევდიანებული ვარ მის მერე 90-იანი წლების მერე, მაშინ ერთხელ პატარა ახალგაზრდა 16 წლის კაცი ვიყავი და ვენდე ზვიადისტების პარტიას კი არ ვენდე, მეც ისეთ იდეოლოგიაზე ვიყავი და დღემდე ისეთ იდეოლოგიაზე ვარ, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი და კანონიერი და იურიდიულად სწორი და გამართლებული
ლეგიტიმური ძალა. დღემდე და მე ასე არ გადამითქვია და მე როცა ბატონ ჭაბუკაშვილთან ვიყავი ჩამოსული თბილისში და ერთად ვისაუბრეთ, მე გავახმოვანი ჩემი პოზიცია და ჩემი გუშინწინდელი ინტერვიუ არანაირად არ ეწინააღმდეგება იმ ჩემ ცნობილ და გასაგებ პოზიციებს, რაც მაშინაც ვისაუბრე. ამიტომ თქვენ და პოსტუაში ბატონმა ჭაბუკაშვილმა და სხვებმაც წესით იცოდნენ და უნდა გცნობდათ ყველაფერი კობა კუპრაშვილის ასავალ-დასავალი და მისი აზროვნება, მისი იდეოლოგია და მისი პოზიციები. და უკვე ჩნდება ეჭვი, რომ რა იყო ჩემი მოწვევის მიზეზი. ის რომ ჩემს იდეებს იზიარებდით, მაგრამ მე დავინახეს რაღაცა რომ ჩემი მხრიდან იყო ესეთი შთაბეჭდილება რომ ამ გაერთიანებაში გაერთიანდა პატივსაცემი ადამიანები, ია ბახტაძე, ერმილე ნემსაძე, ბატონი დათო ჭაბუკაშვილი, ბატონი გიორგი ხელიძე დემური, რომელსაც როგორც პიროვნებას და ექსპერტს პატივსაცემი. ახლა ეს იმას არნიშნავს რომ მის მოღვაწეობის იმ პერიოდს ასე ვთქვათ, როცა ის მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო, ვეთანხმებოდა და ვაправდე. პირიქით, თქვენ რომ მოიწვიეთ და ესე იგი ასე ვთქვათ, მაგაზე თვალი დახუჭეთ და ეს რაღაცა აპატიეთ, აი ამაში დავინახე მე შანსი რომ აჰა, ესე იგი მართლა შეიძლება ბოლო-ბოლო გვეღირსოს ქართულ ხალხს ფორუმი და ორგანიზაცია. სადაც მართლა დიდი გაერთიანება მოხდება მეთქი და სადაც ესე იგი განსხვავებული შეხედულებების სხვადასხვა დროს სხვა პარტიებში მყოფი ხალხის და სხვადასხვა იდეების მატარებელი ხალხის გაერთიანება მოხდება მეთქი, სადაც დისკუსიები წავა მეთქი და რაღაცა საერთო დისკუსიაში რაღაცა საერთო უკიდესგებს დავსახავთ მეთქი ქვეყნისთვის. ეს იყო ჩემი აზრი, ჩემი მხრიდან და ეს იყო ჩემი ერთადერთი мотиваცია ქართულთა დიდი გაერთიანების გაწევრიანებისთვის. თორემ მე არანაირი სხვა ესე იგი რაღაცა გათვლები არ მქონია და ვიღაცამ ის იკადრა მე თქვენს იმაში, რა ქვია, ლაიფის ქვეშ კომენტარებში რომ ხო ესენი შემოგზავნილი ვიღაცემა შემოგიგზავნო, ბიჭო, ესე იგი სინდის და ნამუსი ღმერთი ხო ზემოდან იხურება რაღაცა. არ გეშინიათ ხალხო, ღვთისმშობლის მაინც არ გეშინიათ ეს ცილის წამბაზე რომ მიდიხართ? ანუ კაცთან მოვიდა, ვაფშე არ ვიცნობდი პირადად, ხო საერთოდ ბატონ ჭაბუკაშვილს მიკავშირდება ინტერნეტით და ფეისბუქით და მესენჯერით და თვითონ შემომთავაზა გაერთიანებაში გაწევრიანება და ესე და თვითონ შემომთავაზა ვინმე ჩაუნერგა ტვინში რომ კობა კუპრაშვილი მიიწვიეო, თუ რასახით ესე შემოგზავნილი როგორ შეიძლება იყოს კობა კუპრაშვილი ქართულთა დიდი გაერთიანებაში, ეს გამაგებიათ ვინმე. და ამას რო წერს ვიღაცა, შენ ამაზე რეაქცია არ აქვს, ხო? აი დავანებოთ თავი, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი ჩნდება რომ მე მოვედი ჩემი რეიტინგით, ჩემი მსმენელით, ჩემი მაყურებლით, სხვა შორის 10,000-იანი და 100,000-ობით მსმენელი, ვინაც მიყურებს და ძალიან ხშირად იზიარებს ჩემს შეხედულებებს. აი თქვენ რომ ჩემს შეხედულებებს რაღაცაში არ იზიარებთ, იმ ხალხის შეხედულებებსაც არ იზიარებთ. ანუ მთელი ხალხს რიყავთ, ხო ესე იგი, ხო თქვენი, მაშინ რომელ ქართულთა და რომელ დიდ გაერთიანებაზე საუბრობთ საერთოდ, ბატონო ერმილე. პირიქით თქვენი ორგანიზაცია უკვე დაყოფას და პოლარიზაციას უფრო ემსახურება. ეს არის ფაქტი და თუ რატომ კიდევ უფრო მოგახსენებთ კიდევ აქ სალაპარაკო. მაგრამ აი ეს ახლა რაზე მოვაყოლო, ხო? იმას მოვაყოლე რომ ჯერ იწყება ყველაფერი ურთიერთპატივისცემიდან და ის მომართვები როგორც თქვენი კადრე ჩემ მიმართ, ეს კაცი, ჩემი კორესპონდენტის მიმართ ზაღლმადიდებელი და ბატონმა ბახტაძე მიკადრა რომ აზნაურიშვილთან არათუ გამაიგევა, ანუ იმ კაცთან ვინაც მოღალატეები და ჩანერგილები გიძახათ. ხო? და არაო, ესო იმასოს თავის სისულელით მოვიდაო და უჭკობით და შენო ჭკვიანი ხრო ხარო და ცუდნე რო ხარო, მაინც ესეთი რაღაც ვთქვიო, ზიადიზე და მერაბიზეო, აი ეს არისო, 10 თავით უარესი ხარ იმაზე, რა იმას ნაურუშვილზეო და ანუ კაცმა გაგინათ, კაცმა ესე იგი მოღალატეები გიწოდათ და გიძახა სულ ჩანერგილები, ხო? გიძახათ, ხო, ჭაბუკაშვილს და სხვებსაც თავარ პიროვნებს, ჩვენი ორგანიზაციის ლიდერებს. ის ჭაბუკაშვილის აზნაურაშვილი თურმე 10 ჯერ ჯობია, აი ამ კუპრაშვილის აზნაურაშვილი 10 ჯერ ჯობია. აი ამ მიმართვებს არ გაგიტარებთ. არც ერთს, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი არის ძმაო, ჩემი ღირსება და ჩემი ღირსება, სადაც აი ხელს ეხება ვიღაცა, იქ თავდება ყველაფერი, გამიგე? და თუ შენ დისკუსია გინდა კობა კუპრაშვილთან, მე მაგაცი ნამდვილად ვარ. ჯერ წესით ახლა მე არ ვჩნასიზამ რა. კაცობის და ვაჟკაცობის საქმე არის. წესით ბოდიში უნდა მოუხადოთ კობა კუპრაშვილს, აი ამ მიმართვებისთვის. რაც თქვენ იქ იკადრეთ იმ ფორუმში. და მე შეიძლება ვისაუბროთ დანარჩენზე. აი როცა უკვე ესე იგი ღირსების დონეზე იქნება ღირსება ჩემი აღდგენილი და შეურაცხყოფა იქნება, ასე ვთქვათ, მონანიებული და ბოდიში მოხდილი, ხო? მე შეიძლება ჩვენ გადავიდეთ იქ დეტალებზე, მსჯელობაზე თუ იქ პუჩი იყო თუ სამოქალაქო მომი და იქ შეცდომა იყო თუ არ იყო შეცდომა იქ და ზვიადის და მერაბის და ხალხის მხრიდან დაშვებული ჩვენი მთავრობის მხრიდან, მაგაზე მე შეიძლება გავმართოთ დებატი, მაგრამ ჯერ კაცობაში გავევკვიროთ ერთმანეთს შორის და როდესმე მოგმართენ მე შენ რაღაც არაეთიკურად და არაცენზურულად და არაკორექტულად, როდესმე თუ მოგმართე, ან შენ ერმილე, ან ნებისმიერ სხვას ქართულთა დიდ გაერთიანებაში, როდესმე ერთი ფაქტი დამიდეთ. აქედან იწყება, მოუდა ამით თავდება ყველაფერი. და ეს ხალხიც ეგრე არის რა.
აი შეურაცხყოფების რომ მიდის ხო მე რო უძახით ამ ხალხს შენც დაუძახე და მეც დაუძახე ჩვენ ყველანაირ თემ ორგანიზაციამ რამდენი გამოვიდა ბოლოს ჩვენს დაძახებულზე და რამდენი მივიდა კანცელარიასთან აი ეს უკვე სხვა საკითხი არის მანამდეც იყო იქ რაღაცა საქმე მაგრამ მე მანამდე რამე რომ მქონდა ჩემი შეხედულებით ვიღაცამ რაღაცა რო თქვა და გამოქვეყნა ქართულად ლიგა ერთიანებიდან მე არ მიკადრებია რომ საჯაროდ გამოსულიყავი და კრიტიკა დამეწყო იმისი რაც ამ ერთიანების წევრი ვარ ხო მთელი ამ პერიოდში ვერ მიტყვი ხო მაგას რაღაცას ხო მე მქონდა სხვა განსხვავებული აზრი მაგალითად პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებთან და კამპანიასთან რომელსაც ქართულთა დიდი გაერთიანება აწარმოებდა ერთი მეუფის სასარგებლოდ კი ბატონო რა პრობლემა არის მეუფის ქება მაგრამ სამწუხაროდ მეორე მეუფის და ეს საქმე ეხება მეუფე შიოს საზიანო და მეუფე შიოს დიდი კრიტიკით და ერთი პოსტი დავდე მაშინ მეუფე შიოს დასაცავად იმიტომ რომ ბიჭო ესე იგი რა სინდისი ხო მაქვს ესე დედააფეთქებული და ღმერთი ხო ზემოდან იყურება გამოაქვეყნე მეუფე შიოზე მთელი ეს სუსის ესა რა ქვია ხო შენ ხო და სხვებმაც დადეს ხო სუსის მთელი ანკეტა და წერია იქ რომ აი ამ კაცზე წუნი ვერ მოვნახეთ ვერ უპოვეთ ამ ადამიანს ხო წუნი ვერ უპოვეთ არაფერი ნაკლი არ არისო ესეთიო რა არც ვერავისთან არ არის ესე იგი აგენტურული რაღაცა ვიღაცები რო აბლალიდან სუსის აქტებს არაფერი არ მოძებნა გამოვიდე დავწერე რა რომ ეს ადამიანი ეს მეუფე შიო თუ ასეთი მართლა ესე იგი წუნი ვერ მოუნახა სუსმა მაშინ რა სიმართლებით მეთქი რა ამ ადამიანს საერთოდ რომ ბიბლიაში წერია იგივე და იმასთან გავალე პარალელი რომ პილატე პონტოელმა იესოს საქმე წაიკითხა და გაეცო დაელაპარაკა თქვა რომ ამ კაცს წუნი ვერ მოუნახება აი წუნი რო ვერ მოუნახა მითო შეწირეს იესომ სვებრად ურიებმა იმიტომ რომ ეს იყო სწორედ უწუნო და უნაკლო მსხვერპლი ჭირდებოდათ შესაძლებლად მაგრამ ეს სხვა თემა არის მაგრამ მე ერთი რაღაცა ვთქვი ესე იგი მეუფე შიოს ხადასაჭირად და დასაცავად რა და იმაზეც წავიდა მე უთანხმოება ეს ხوار გამომიტანია გადა ახლა ვიტყვი რა იმიტომ რომ აი მაშინაც უკვე წამოსვლა მინდოდა ქართული დიდი გაერთიანებიდან იმიტომ რომ მე ეს ჩატში კი არ მithქვია და ყველას გასაგონად მე პირადად მივწერე ეს პირადში მივწერე ბატონ ჭაბუკაშვილს რომ ბატონო დავით მეთქი აი ჯერ ერთი ჩვენი ორგანიზაცია თუ კი არის სამოქალაქო ორგანიზაცია სამოქალაქო მოძრაობა ის არის სინოდის საქმე და მაღალი იერარქთა გადასაწყვეტი და ჩვენ ასე რობრობთ თან ასე აგრესიულად და თან ერთის ერთ შეიძლება მხარს უჭერდა მეორის კრიტიკით რო გამოდიოდა ბატონი ჭაბუკაშვილი ხო ეს მე არ მიმაჩნია მეთქი მართებულად არც მეუფე შიოს მიმართ და არც უნდა ჩვენი ქართული დიდი გაერთიანების რეიტინგის იმიტომ რომ ერთი კაცო პატრიარქი გარდაიცვალა მთლიერი იმის გვერდით დადგა და თქვენ მაინც აგზელებთ იმას საუბარს რომ პატრიარქმა როგორ გააკეთა ის და როგორ რატომ თქვა იქ 9 აპრილის მიტინგზე რომ ხო არ ჯობია რომ იქნება სხვა გზა მომინახოს რომ სისხლი არ დაიღვაროს რა ვქნა ძმაო მე მაქვს სხვა აზრი რომ შეიძლება მართლა პატრიარქი ყოფილიყო იმ შემთხვევაში მართალი და მართლა მაგაზე ვარ და მაგაზე შეიძლება ცალკე ვიდისკუსიოთ მე მაგრამ აი შენ რომ მაგაზე ხარ და მე რომ ამაზე ვარ მე მაგის გამო ხوار დამიწყე შენთან კამათი შეიძლება შენ იყო მართალი არც მაგას არ გამოვრიცხავ რა მაგრამ ურთიერთობაში ხო ჯერ ერთმანეთში უნდა გავიყვეთ ვინ როგორ ვისთან მიმართებაში და მე კიდე ჩვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე მე უთხარი ჭაბუკაშვილს რომ ეს არის წამგებიანი ხალხი ამას უყურებს როგორც მე ვხედავ მაინც მეუფე შიოს არჩევენ უმრავლესობა მღვდელმთავრებისა და ხალხიც მე ხო იცი რომ ყველაზე დიდი რეიტინგი ეკლესიას აქვს პატრიარქს აქვს და ხალხი ქართველი ერი დაუდგება მას გვერდით და ჩვენ თუ ცალკე ვიყავით აქეთ და არ შეუერთით ამ ხალხს არ წაუძახით წინ მაშინ რომელი ქართულთა დიდი გაერთიანებაა და რომელ გაერთიანებაზე ველაპარაკებით საერთოდ ვინ ხალხი გიდათ გაერთიანოთ მაშინ ვინ ხალხი კობაკუპრაშვილი ვერ იგუეთ და კობაკუპრაშვილის რო ადამიანები ვერ იგუებენ იმათლა სხვა რა უნდა გაერთიანოთ უნდა დამრიგეთ ხალხო რა ამიტომ ესე იგი მე იქა თქვენი ლაიფი შეაფასეთ ჩემი ლაიფი შეაფასეთ თქვენ ჩემი ინტერვიუ 0-დან 0-ის ქვემოთ კი ბატონო თქვენი ნება არის მაგის შეფასება მე ვაფასებ აი თქვენ ამ გამოსვლას არა ძალიან აი როგორ გითხრათ იცი არა კორექტულად ადამიანობის გაგებით რომ მე არ გამომიტანია ეს რასაც ახლა ვილაპარაკე მე ამის ლაპარაკი არ მინდოდა არაფრის მაგრამ შენი აი ამ ლაიფით იძულებული გამხადე რომ გამოსულიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა ხალხის გასაგებად და ხალხმა სხვადასხვის ჩემას ვინმაც და შენმაც კიდე ხო უყუროს კარგად იმ ჩემ ძველ ინტერვიუს ძველ და პარასკევინდელს ხო და ვინაც უყურა ხო გამგებმა გაიგო და ადეკვატური შეფასებები გამოიტანა და არავის არ გამოუტანია შეფასება რომ კობაკუპრაშვილი თუნდაც პუჩისტებს უჭერს ხართ და ამათლებსო რა როგორც თქვენ რატომღაც გამოიტანეთ ეს დასკვნები და თუ ხართ მართალი წაიკითხეთ და ხალხმა განსაჯოს ნო ხალხმა განსაჯოს და ხალხის სამჩავროზე იყოს და ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს მე გეტყვით ქრისტიანულა და მიგითითეთ კიდევ ერთხელ რომ აი ამას შეცდი ამას ჩაიჭერი ესე არ უნდა მოგემართა ესე არ უნდა გეთქვა პირადად ჩემთან მე შეთან ასე რაღაც არ მიკადრებია თუ არა ესენში ვარ და ჩამოდი და შეგხვდები და აქ დავე ხო ხარ ევროპაში ძმაო საჩუქრად კი არ გეუნები დასალაპარაკებლად გეუნები
ჩამოდი და შეგხვდები, სადაც გაგიხარდება. ერთში და დავილაპარაკოთ და გავარკვევთ ერთმანეთში ჩვენ. დასარკვევს. ხო. მე არ მიმაჩნია მართლად რომ ვინაც კომენტარები მიაწერა ან შენ რა ლაიფებს იმ ხალხის ნაწილს, რაც უნდა ის იყოს დაბალი განათლების მქონე, უწოდებ ბიოლოგიურ ნაგავს. ეს არის ფაშისტური აზროვნება, ეს არის ევგენიკური აზროვნება და მე ამას არ ვიზიარებ. ისე როგორც შენ არ იზიარებ ჩემ გარკვეულ მოსაზრეებს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში. ხო, შეიძლება გქონდეს ასა სხვაობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. როდესაც მე მოვედი ქართულთა დიდ გაერთიანებაში, არავის არ წამოუყენია ჩემთვის წინაპირობა და არ დაუწერია 10 მცნემა რომ აიკობა შენ მიგიღებთ მაშინ თუ კი ამას ეთახები და ამას არ გადათქონდა სხვა რამეს არ იყო. მე მესმოდა როგორც ღია გაერთიანება თავისუფალი მოაზროვნე ადამიანების და სხვადასხვა აზრების გაერთიანების. შემცდარ ვარ. მაგრამ სამწუხარო რა არის ჩემო ძმაო? აი ის ხალხი ვინაც ჩემზე მაგარ ზვიადისტებად მოგაქვთ თავი, ხო? ისე ხართ გადასული ამ დოგმებში. დოგმა რა არის იცი? აი როგორიათ რომ აი ესაა მარტო უცვლელი ჭეშმარიტება, გონიათ რომ თქვენი თავი გგონიათ რომ ხართ ჭეშმარიტების მფლობელობაში და ყველაფერში მართლები გონიათ თავი და შეუმცდარები გონიათ თავი. ერთი რომის პაპია შეუმცდარი და მეორე დავით ჭაბუკაშვილი და ერმილე ნემსაძე. აი ესეთი პოზიცია გაქვთ ყოველთვის. დისკუსია არ შეიძლება თქვით, ამიტომ რომ მაინც მართალი იქნებით თქვენ რაც უნდა არგუმენტები მოგიყვანოთ. იმიტომ რომ არის დოგმები ჩამოყალიბებული, რომ ზვიადი ყველაფერში მართალი იყო. რომ არაფერი შეცდომა არ მოუვიდა. მართალი იყო ის კაცი, მაგრამ ის კაცი არ იყო მართალი, ცი? ის კაცი მართალი იყო ერის წინაშე და ღმერთის წინაშე. და იმას ეგონა რომ როგორც თვითონ უყვარდა სამშობლო ისე გოგონა რომ ყველა ქართულს თუ უყვარდა და ამაში შესაძლოა რომ ისე არ არის ძმაო, ყველას ისე არ უყვარს ეს საქართველო. და ამას შეც კარგად ხედავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და ამას უნდა გათვლა წინასწარი, სწორედაც და მე ეგეც ვთქვი იმ ინტერვიუში რომ ყველაფერს ვერ გათვლიდა მეთქი მაშინდელი ხილისუფალი. ეგეც ვთქვი თუ მოусმინე კარგად. ყველაფერს ვერ გათვლიდა მეთქი და მაგაში კი არ ვაბრალებ მეთქი კაცო. მე იმიტომ ვთქვი რომ ჩვენ რომ ახლა გადავხედოთ და გავაანალიზოთ და შემდგომში მაგალითად მომავალში, ხო? Როგორც მაგ რასთან მოვიდეთ ეროვნული ძალები, ქართულთა დიდი გაერთიანება და ვინაც არის რა, პატრიოტები მოვიდეთ. ქვეყნის ხელისუფლებაში და მთავრობაში მე 100%-ით ხო ვიცით უკვე რომ ინტერნაციონალური, ამერიკული, რუსული და სხვა იმპერიალისტური ძალები იგივე შეეცდებიან პუჩის მოწყობას და შეცდომები რო არ გავიმეოროთ რომ იგივე არ დაემართოს ხალხს და კიდევ რო არ შეეხოცოს ხალხი ტყუილა უბრალოდ კი არა, აი ფუჭად. თორე შენ თქვი რომ ისაა რა ქვია სისხლიო ჭირდებაო კაცო შენ თქვი რომ სისხლი უნდა დაგვილიყო აბა რა ესე იგი სისხლით და თავგანწირით მოიპოვება დამოუკიდებლობა კი მაგრამ ერთია დამოუკიდებლობის მოპოვება და ძალაუფლებაში მოსვლა ხელისუფლებაში და მეორე არის ხელისუფლების შენარჩუნება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სისხლის დაღვრას მაშინ აქვს აზრი და გამართლება როცა შედეგი არის შედეგი როცა დგება და მე ის კი ამით ვქვა რომ სისხლი უნდა დაიყვანოს დამოუკიდებლობის ბრძოლაში მეთქი მე პირიქით ის ვქwi რომ სისხლი უნდა დაიყვანოს მაშინ ბოლომდე უნდა დაღვაროს და უნდა იმო ბოლომდე მეთქი რა და მაგიტო ვახსენე რომ მაშინ ხვარჯობდა მეთქი იარაღი დარიგებულიყო ხალხში და პუჩნო დაიწყო იმ დღეს კი არა კაცო რომ მოვიდა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად აი მაშინ რო დაწყებულიყო რაღაცა თანხების გადანახვა და თანხების თუნდაც ბიუჯეტიდან თუნდაც გადასახადებიდან შესყიდვა იარაღების და ამ იარაღის ხალხისთვის დარიგება თუნდაც ზვიადის ჩვენი მომხრეების და შესაიარაღება და დარიგება ან თუნდაც აი არ არიგებ ხო კანონი მაინც გამოეცი მაშინ რომ დააკანონე იარაღის ფლობის და სახლში შენახვის უფლება რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავდაცვის უფლება და საშუალება შენ თუ ვერ იცავ იმიტომ რომ ეგ თქვი მე რომ მე ყველას უვარდებოდნენ სახლში ეს ფედერალები და ბანდიტები სად იყვნენ მაშინ დამცველები და პასუხისმგებლობასაც არ იმეთქი იმდენ დაღუპულ ხალხზე იმდენ ტყუილა დაღუპულ სისხლზე და შეწირულ ხალხზე ვისაც აუპატირებდნენ ვისაც აუთხოვებდნენ და ვისაც კლავდნენ იქ თავის ოჯახის წევრების წინაშე ფედერალები და ბანდიტები აი ამაზე დავსვი მე შეკითხვა და ამაზე პასუხი არაა. იმიტომ თქვენ არ გინდათ რომ აღიაროთ რომ რაღაცეები იქ არ იყო ბოლომდე გაკეთებული და დააკლდა რაღაცეებს. და მე ვთქვი რომ მომავალში რომ ის არ განმეორდეს მეთქი. ხო? აი ამაზე რო ვიფიქროთ მეთქი და არ გინდათ, იმიტომ რომ რატო არ გინდათ, იცი? აი ტაბუებში და აი ამ ჩარჩოებში რო აზროვნებთ და ეს რო არის რაღაცა მანტრასავით რო იმეორებთ რომ ყველაფერში მართალი და შენ როგორ შეიძლება შენ რო გააკრიტიკე ესე იგი იმათ შეურაცხყოფას აყენებ და თურმე მე მიმყენებია ესე იგი რა ქვია ჭტილი და დამიკნინებია მათი მოღვაწეობა თქვენ ასე გაიგეთ ხახმა სხვანაირად გაიგო რა აი ამ დოგმას და აი ამ თქვენს მიერ ტაბუიზირებულ თემებს რო შევეხე მე კობა კუპრაშვილი და სიმართლე რო ვთქვი ხო აი ამიტომ აგეწვათ და ესაა სიმართლე იმიტომ რომ ტაბუს დარღვევა და ტაბუიზირებულ თემების ჩაკითხვა და ჩაძიება და აი ხო არა შესაძლოა მithქვა ამ კითხვის დასმა არის თქვენთვის მკრეხელობა და ერეტიკოსობა და ეს უკვე როგორც მე არ მომფარ მაგრამ ბევრმა ჩემმა გამოწევნა მითხრა რომ აი ამ ორგანიზაციოსო უკვე ხალხმა ესე მითხრა რა რაღაც ფსევდო რელიგიური და რაღაც სექტანტური ესენი ჭირსო რა ზამაშკებიო რა
რომ განსხვავებული აზრის შეუმწყნარებლობა ამ დონეზე არისო, რომ ესე იგი თუ კი ადამიანმა რაღაცა სხვა აზრი გამოთქვა, ეგრევე მოღალატე და მტრად აცხადებთ რა. და მართლები არიან ალბათ ეს ხალხი, ძმაო, დაუფიქდი. თქვენ თავში ჩაიხედეთ მაშინ. იმიტომ რომ მე ესე წამოვედი, აი ვიღაცამ თქვა ახლა დამწერა კომენტარი, რომ ეს ჯობდა ერთმანეთს შორის შიგნით გაგერჩიათო რა. სანამ წამოხვიდო და გაერთო. კი ბატონო, ჯობდა რა თქმა უნდა. და რა მე შიგნით როცა დაიწერა ეს ჩატში ჩემ დამომართ ეს ბრალდებები და ესეთი მომართვებს უნდა ქონდა საქმე. მე რა არ გავეცი პასუხი და არ შევეცადე იქ ჩატში. პასუხი გამეცდა და ამეხსნა და მე თქვა რომ მოდი ძმებო ჯერ უყურეთ თავი დამოლოდნენ მეთქი იმ ლაივს და მე ვისაუბროთ მეთქი. მაგრამ როცა იმ ჩატში ასეთ მომართვებს აქვს ადგილი. ეს კუპრაშვილი, ამ კუპრაშვილმა ბიჭო თქვენ მე ვინ გონი ვართ? მე ვარ კობა ავთანდილის კუპრაშვილი და ბატონო კობა თუ რა კობათი მაინც მომართე როცა შენი გუნდის წევრი ვარ და არა ეს კუპრაშვილი და ამ კუპრაშვილმა. და რო დამთავრდა და მე საუბარი და მე რო თქვი მე ჩატში რომ კაი მაშინ აღარ ქონია საუბარი მე ჩემი ახსნა თქვი და ხალხი კიდე ესეთ და ერთმანეთმა დამიდო გული და დამწერა ლაიქი თორე მუკაშვილმაც და სხვებმაც. კაი მაშინ მეთქი მე თქვი ეს რაღაცა. კაი მაშინ თქვენი ყავით მეთქი მართლები და კაი მე შევწდი? კი ბატონო არ მე არა მაქვს პრეტენზია შეუმსდარობაზე და ემილე გამიგე ძმაო. მაშინ ესე ვთქვა ძმაო ხალხის წინაშე. მე ჩემი იდეოლოგიით და ჩემი იდეებით ასულაპარაკე შევწდი და ვიყავი არასწორი, თქვენ ხართ მართლები. ამიტომ მე ჩემი არასწორი საუბრები თქვენო არ მოგაყენო ჩთვლი და ამიტომ წავედი. ისე რომ სიტყვა არ მომიღია ამაზე. არ გამომეტანია ეს თამები მე გარეთ. მაგრამ ოდესაც ჯერ ჩატში ასეთი შეურაცხყოფა ხდება ჩემ მიმართ, ასეთი მომართვები, რასაც მე არასოდეს არ ვარ მიჩვეული, არც ვითვენი და არც მოვვითვენ და არც ვაკადრებდი და არც ვიკადრებ გამიგე ძმაო. ამიტომ ჯერ ვაშკაცობა აიქიდან გამომდინარეობს მე რო ეს რაღაც ამგეკითხება მე ბუდიში მოვხვდი შენ ადგილას რა და შენ ასე მაგარ ვიცი შენ გასწრდი არის შენი სინდის გასწრდი არის ბუდიში მოხდას ვაშკაცობა ჭირდება რა და მე იმედი მაქვს რომ შენ მიპოვი შეთავსი ამ ვაშკაცობას რომ შენ მომიხადო ბუდიში და ასევე გია ბახტაძე მომიხადოს ჯერ ბუდიში პირადად კობა კუპრაშვილს აი ამ მომართვებზე იმ ჩატში სადაც მე უყურებდი და რაჩეზე მე ვილაპარაკოთ და რაჩეზე შედა მე ვილაპარაკოთ მაგრამ აი ახლა შევნები რა აი შიგნით განვიხილავდით ამას რომ ყოფილიყო იქ ნორმალური ურთიერთობა და პატივისცემელი მიმართვა მომართვა ერთმანეთს შორის და რაღაცა მომენტში როდესაც უკვე ესეთი რაღაც წავიდა და როცა მე ვთქვი რომ ხალხო მაშინ მე მართლა არ ყოფილა ჩემი ადგილი თუ კი თქვენ განსხვავებული აზრის შემწყნარებელი არ ახართ და ესე იგი მაგაზე თუ ერთ ტერმინზე და სიტყვაზე გამომიკიდეთ სამოქალაქო ომის ხსენებაზე გამომიკიდეთ პუჩისტების მიერ მოგებულ სამოქალაქო ანუ პუჩიც ვახსენე მაგრამ იქ ხო არ გაიგონოთ რაც არ გინდათ ის ხო არ გაიგონოთ რაც გინდათ მარტო ის ხო გაიგონეთ ასე ამოკრეფილი ხო გევასებათ ერთი ამოგლეჯვა ერთი სიტყვით და იმაზე გამოკიდება კაი ძმაო მესე იყოს რა მაგრამ მე რო თქვი რომ კაი მაშინ არ ყოფილა ჩემი ადგილიდან მივდივარ მეთქი მე ქართულად დიგართიანებიდან გია ბახტაძემ ბოლო რაც მომწერა პასუხად იყო გერმანული auf Wiedersehen აი ასეთი პატივისცემა ახალ ხალხს ყობა კუპრაშვილის და აი დამშვიდობებს შოც მე ადამიანურად წამოვიდა რა ვიცი საფერი იქ არ წამიყენებია და არ დამიდანაშაულებია მე უთხარ ჩემს სათქმელი და ეს კაცი ბოლოს მეუბნება კიდე auf Wiedersehen რა ვიცი შენ გერმანელი ხარ და დავაი მიდი ნახვამდისო რა ესეთი რა თან ის გერმანულად ხო ახლა ვერ გებულობ ახლა ხალხი ვერ გაიგებს ახლა ეს auf Wiedersehen ამაში რა ირონია და რა სარკაზმი და რა დაცვინა იმალებოდა ამ დონეზე არ უნდა დაეშვა გია ბახტაძე ამ დონეზე არ უნდა დაეშვა კაცი ხალხი პატივისცემს რაო თორემ მე დემურ გიორხელიძის ხათით კი არ მოვდი მაგრამ განცაში იმის ხათით მოვიდო რომ დემურ გიორხელიძე თქვენგან განსხვავებული ბიოგრაფიის ადამიანი არის და ზვიადისტი არ იყო და მოქალაქეთა კავშირი იყო მაგრამ მაინც მონახეთ ზალავრო იმასთან საერთოდ უნდა გამოგენახათ და რაღაცა დისკუსიებში და საერთო გეგმებზე და მაგის გამო შემოვიდრო იქნებ მეც მონახო ადგილი და ჩემი იქნება თქვი ჩემი სათქმელი ხო თუნდაც იმ ინტერვიუში არ შეისმინეთ თუ შეისმინეთ ხო თუნდაც კონსერვატორებთაც ქონია შენ მაღაზიაში და შელობა და შაბასი რაღაცაში შეიძლება კონსერვატორებიც მართალი იყვნენ და რაღაცაში შეიძლება თუ კი ჩემი აზრი დაემთხვა კონსერვატორების შეიძლება მე თქვა რომ ხო ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა მაგრამ 10 და 100 სხვა საკითხში არ ემთხვევა და იმაში მე ჩემს ასუთყვი და ჩემს კონტრასტს მიცნდა ჩემს კონკრეტულ ესა ნორმალური ურთიერთობა მაგრამ მე კი არ გავწერვიანებული ვარ კონსერვატორებში იმის გამო რომ ერთ კონკრეტულ საკითხში შეიძლება ჩემი და მათი მსჯელობა ერთმანეთს დამთხვევოდა და ეს არ შეიძლება ძმაო მსჯელობის ტაბუიზირება არ შეიძლება და ხალხისთვის აზროვნების აკრძალვა არ შეიძლება შენ თუ ჩემთან მოდი მაშინ შენ მაინდა-მაინც ასე და ასე უნდა თქვა რატო პოლიტიკური პარტია ვართ ქართულად დიგართიანება თუ რატო რო ყოფილიყო პოლიტიკური პარტია არ შემოვიდოდი იმიტომ რომ მაშინ გასაგებია რომ პოლიტიკური პარტიის წევრი ასე ვთქვათ შებმული არის და შეკრული არის იმიტომ რომ აწერია პარტიის წესდებაში და მაშინ რა ქვია ყველაფერში პროგრამაში იმას უნდა დაეთანხმოს და არ უნდა გადახვიდე იქიდან და მაშინ არ შემოვიდოდი ძმაო რო გეთქვათ რომ პოლიტიკური პარტია ვარ და შენ ასე და ასე ამ წესდებას უნდა დახვიდე არ შემოვიდოდი თავიდანვე მე ხო არ მოსულ ვარ თქვენთან ხო თქვენ მომიწვიეთ ხო დავით ჭაბუკაშვილმა მიმიწვია
და კიდევ ერთხელ იმჭკვაზე მივედი უკვე და ხახმაც ესე მითხრა რომ დავით ჭაბუკაშვილმა იმიტომ მიგიწვიაო რომ შენი რეიტინგიო შენი ხალხში შენი სახელიო და შენი პრესტიჟის გამოყენება უნდა და თავისი ორგანიზაციისთვისო რა და უკვე მართლა მაგაზე მივედი იმიტომ რომ ასე არ ექცევიან ადამიანს სპატივს ცემენ ასე არ გამოაჭენებენ და აი ამ ქალბატონო თუ ვაჟბატონო მომწერა რომ ერთმანეთში უნდა გაგერკვიათო შიგნითო ხო ერთმანეთში გაერკვევოდა სანამ წამოვიდოდი როდომებოდა და რო ჯერ მოემართათ ძდილობიანად ჩემ მომართ მაშინ გავარკვევით და დავილაპარაკებთ პირადად დავილაპარაკებოდი თუნდაც ერმილეს აქ უნდა მაგის პრობლემა რა ხო მაგრამ იმის მერე მე ხო წამოვიდი და მე არ დამიწყია გარჩევა და მე ჩემი გუშინელი ლაივი გადახედეთ 2 წუთი ვთქვი უბრალოდ ინფორმაციის სახით რომ ხახნო მე მივდივარ როიცოვეთ აღარა ვარ ქართულთან დიდგართიანებაში და მე რასაც ვიტყვი რომ აი ამითი მაგაც თლილი არ მიადგეთ რა მე სხვა ესე იგი აზროვნება მქონია და გარკვეულ საკითხებზე სხვა შეგვიძლია თურმე არ ემთხოვა ერთმანეთს რა გასაკვირველი ახლა 1000 ადამიანიდან 1000 სხვა აზრი არის ყველაფერში აი მე დაშენ მართლა ერმილე რა ხო გითხარი რა შეიძლება 100-დან 90 საკითხში და 95 საკითხში ერთი აზრის ვიყოთ მაგრამ 3 და 4 ყოველთვის დარჩება ძმაულა სხვა აზრი ვქნები და მაგის გამო ერთმანეთს მოღალატეები და რა ქვია იმას ვიღაცეების ისენი რა ქვია გამправებლები პუჩისტები და კიდე მე ახსენებ აი ჩემზე საუბრობდა ახსენებ მე ირაკლი ზაქარიაშვილს ხო ვისთანაც არანაირი შეხება არ აქვს და მასე ირაკლი ზაქარიაშვილს ასე და ასე თქვა და რაღაცები ქნა ბიჭო ირაკლი ზაქარიაშვილზე ხო გააკეთეთ ცალკე ლაივი ძმაო და ცალკე ილაპარაკე იმაზე რა და კობაკუბაშვილზე რო აკეთებ ლაივს ხო ცალკე გააკეთე კობაკუბაშვილზე დაჟე არც რა ქვია იმას არც იმ აზნაურიშვილთან არ უნდა გაერთიანება კობაკუბაშვილს ვაფშე არ უნდა არ მაქვს საერთო ხო ცალკე გელაპარაკა კობაკუბაშვილზე მარტო იქიდან გამომდინარე მე რა ვთქვი და რეალურად რა ვთქვი და არა ეს შენაც დაამატე და შენაც შეცვალე და შენაც მოაკეთე და მოაყოლე შენი манипуляციები ჩემი საუბრიდან თუ არა გადახედოს ხალხმა იმ ჩემ ინტერვიუს მე გადახედოს შენ ალაპარაკებს და ამდენად მართალდი და სწორი ისა გაქვს ჯერ ციტირება და მე ინტერპრეტაციები ყველამ თავისი დასკვნები გამოიტანოს ამიტომ სანამ თქვენ ამ დოგმატური აზროვნებიდან რა გამოვხვალთ უკვე სექტას რო დაემსგავსეთ ბოდიში ამ სწორს მაგრამ პირადად უნდა გითხრათ და ეს არის ძმაო ჩემი ნათქვამი გულის ტკივილით რა დაფიქრდით რა ეს გზა ტაძამდე არ მიგიყვანთ ყველა განსხვავებული აზრის მქონე გამოგხდათ კრეხელად ერეტიკოსად და მწვალებელად და ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში ამიტომ რა ვიცი ძმაო რა მე ვთქვი მაშინაც ახლა ვიმეორებ ღმერთმა გაგიმარჯვო თქვენ საქმეში შეიძლება მე ვცდებოდი და თქვენ იყოთ მართლები ამიტომ მე წამოვედი თუ კი შენ გინდა ჩემთან ამის მერე მე ხო ყველაფერი გითხარი ახლა ფაქტობრივად ვთქვი შეიძლება ყველაფერი არ მართლებს ყველაფერი ახლა კოსტავაზე და სხვებზე კიდე იქ თუ გინდა მაგაზე შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ჯერ გითხარი რამის ცდილაპირობა რა არის თუ გინდა შენ საჯაროდ საუბარი მე მაგაზე უკარდამხევი არა ვარ აგერ არის ლაიფი და თუ გინდა პირადად შევხვდები და არც მაგის პრობლემა არ აქვს დაგელაპარაკები ძმაო არავის არ დამოვალი ვარ ჩემ ცხოვრებაზე და ესე მოვდივარ რა ჩემ ცხოვრებაში ხო და თუ შენ თქვი და მე პრინციპში მეც ვასაუბრობ რომ მამას ამ საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს როგორც ჩვენ თქვი რომ აი ის იდეოლოგიაზე ყოფილა აზრი არ აქვს და მე გეუბნები რომ მანამდე არ აქვს აზრი ჩემთვის სანამ შენ აი ამ მომართვის ფორმებზე ბოდიში არ მოიხდი მანამდე ვერ დაგელაპარაკები საკითხებზე იდეებზე და იმ ამა თუ იმ ისტორიული თუ სხვა ფაქტების განხილვაზე ეს არის უკვე საქმიანი გახვიდა მაგრამ ჯერ ჭირდება ადამიანურ დონეზე ერთმანეთთან გასწორება და ერთმანეთთან პირნათელი ყოფნა სანამ მე დისკუსიებს დაიწყებდეთ ძმაო და ეს შენ მოაგვაროთ და მე შეიძლება ვიდისკუსიოთ ყველაფერი დააჩენ თემებზე ამიტომ ახლა აღარ გავაგრძელებ ჩემი ლაივების გაახილვას და მით უმეტეს რაღაც თავის მართლებას 100 წელი არ ჭირდება და არ თავწყებ ხახმა გამგემა გაიგო კიდევ ერთხელ მოусმინოთ და მოусმინეთ კიდევ ერთხელ ჩაყევი ჩემს ვოლს და ნახეთ მთელი ლაივი ბოლო 20 წუთი კი არა საათი და 50 წუთი ნახეთ თავიდან ბოლომდე და გამოიტანეთ თქვენი დასკვნები და მე ნახეთ ბატონ ერმილეს გუშინდელი ლაივი და ასევე გამოიტანეთ თქვენი დასკვნები და თუ რა მოხდა იქ და რა გახდა რეალური მიზეზი შენ რო თქვი ძმაო თქმასი არ იყო და ეს იყო არასწორი შენი ნათქვამი და ბოლომდე არ თქვი სიმართლე რა იყო ჩემი წამოსვლის მიზეზი აი ამიტომ მე გავხდი იძულებული ჩამერთო და მე თქვა შენთვისაც პირში და ხალხისთვის რეალური მიზეზი ჩემი წამოსვლის ასე რომ დაფიქრდი კარგად გადახედე შენ თავში ჩაიხედე სხვებმაც ქართულად გაერთიანებაში თავში ჩაიხედონ ხო მე თავში ჩავიხედავ მე წამოვედი მშვიდობით მე გისურვებთ მშვიდობა მე გისურვებთ წარმატება და ამას ვჩვევი თუ კი რამე ზედმეტი მომივიდა დღეს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი ხალხის წინაშე უფალს შევთხოვ შენდობას და მიტოვებას თუ კი რამე ხმა მაღალი ვთქვი რაღაც მომენტში აი ხმის ტემბრი ამეწია ბოდიში ამისათვის და უფალო ბოდიში მაპატია და შემინდე რომ გავცხარდი ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანის მფარველი ღმერთმა შეგვინდოს ყველა ჩვენი შეცდომები და ღმერთმა ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს
ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.